კუკარაჩა ჩვენი მილიციის უბნის რწმუნებული იყო. კაცი მეტად უცნაური, სამართლის გამგები გაჭირვებული სქომაგით და საყვარელი. უბანში ვინმესათვის რწყილს რომ ეკბინა, კუკარაჩა შესშივლებდა. სხვა უფრო დიდი საქმე ხომ კუკარაჩოთ ვერ გადაწყდებოდა. ვიმბრძანდებით ბატონო თქვენ. და რა გნებავთ? მე ქალბატონო ანიკო. მე ქალბატონო ანიკო საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული გოგი თუშურაშვილი გახლავართ. ზედმეტ სახელად კუკარაჩას ვეძახიან. კარგად შეურქმევიეთ. შეგიძლიათ დღეიდე დღეს დამიძახოთ. დიდი მადლობა. მაგრამ არ ამგონია მარტო მაგის შესატყობინებლად იყოთ მოსული. დიახ. დედა! გამარჯობა. მე ქალბატონო ანიკო უბანში ახლა დამკვიდრებული მოზარდების აღრიცხვას ვაწარმოებ. რადგანაც მათი სახლგარეთ თუ შეიძლება მომაწოდეთ. ინებით. გძანეთ. რადგან მათი სახლგარეთ აღზრდა და მეთვალყურეობა მევალება. ბატონო კუკარაჩა, მისამართი ხომ არ შეგეშალათ? არ აძანებთ ქალბატონო ანიკო. ნიკომარის ქუჩა ნომერი 1, სადარბაზო 2, სართული 4, ბინა 8, ვლადიმერ ივანეძე გურიელი. ხომ არ მეშლება? გეშლებათ ამხანაგო კუკარაჩა. ჩემი მეუღლე ვლადიმერი ბაღდადის რაიკომის პირველი მდივანი გახლავთ. ჩემს ოჯახს მილიციასთან არაფერი აქვს საერთო. მეს ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ასე რომ ჩემი შვილის აღზრდაში თქვენი დახმარება არ მჭირდება. მაგას ნუ იტყვით ქალბატონო ანიკო. მე ვიცი, რასაც ვამბობ. ჩემი შვილი ჯერ 12 წლისაც არ არის. ასე რომ მილიციაში აღრიცხვაზე ასაყვანი არაფერი სჭირს. მაგას ნუ იტყვით ქალბატონო ანიკო. რას დაგიჩემებიათ ეს მაგას ნუ იტყვი, მაგას ნუ იტყვი. ძალიან გთხოვთ. ჩემს ოჯახში ამ საკითხზე მოსული მეორედ არ დაგინახოთ. ღმერთმა ხნას ჩემი თავი მეტი აღარასოდეს აღარ დაგაჭიროთ. ისე თქვენი ბიჭის ტოლი რომ ვიყავე. ჩუმჩუმად პაპიროსაც ვეწეოდი. ყომარის თამაშას მასწავლიდნენ უბნის ბიჭები და სვირინგიც გამიკეთეს. აი. ნუ სწუხდებით? ისედაც გეტყობათ. მე საჩხურად არ მოსვლარ და რატომ კადრებთ მაგას? შვიდობით. ნახვამდის. რა ქვია? თამაზი. ხელს თუ არ მომჭა მადლობელი ვიქნები. აქეთ მომხედე ქალიშვილი. რა გნებავთ? მარტო ხართ? არა. გამგეც აქ არის და მთავარი პროვიზორიც. ორ თავეს დაუცახე. თუ მზაწამალი გნებავთ, მითხარით და მე მოგცემ. თუ არა და რეცეპტი დამიტოვეთ. შაბაში. ეხლა მიდი გამგესაც დაუძახე და მთავარ პროვიზორსაც. სად მომყვებით? გაგაცილე. სად არის?
რას უყან? მაგას რა შობია? ეხლა გამგეჩენა ხარ და თავარი პროვიზორიც. მითხარით რა გნებავთ? იცი შენ რაც მინდა. სეიფშია ჩაკეტილი. ხოლამდე მოიწმინეთ გამგე მოვა მე და ხვალდაზე გარვიცი ქალიშვილა. ან დღეს, ან არასოდეს. დავრეკავ და ვკითხავ. მოგეშინი. ოპერაცია დამთავრებულია. შეგიძლიათ მშვიდად იწინოთ. კოცნით თქვენს ნაფეხურებს. სხვათა შორის მე თქვენ გიცნობთ. ინგა ქვიათ. ქობულეთის აღმართზე ცხოვრობთ 127 ნომერში. დღეიდან შენი შემწუხებელი ჩემი შემწუხებელია. ჩემი შემწუხებელი კი ყველავერი სასაფლაოზე წევს. არის ამ ქვეყნად ვერ ხვიდა სვია. არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით. ამ რევოლვერში არის 8 ტყვია. ერთს გაიმეტებთ? მე გთხოვთ, მომკალით. არ გაინძრე ეგრე იჭიქი. ხელში პატარა ბავშვი რო გეჭიროს, ღვთისმშობელი ხარ ნამდვილი. ინგასათვის მურტალოს სიყვარული არ აუხსნია. ერთი წელი ზამთარ ზაფხულ ქურთი მარატიკას ხელით თითო კალა და წითელ ვარდებს უგზავნიდა ქობულეთის აღმართზე. ყველა თვის ბოლოს ვიღაც ქოსა უცნობი მამაკაცი მოდიოდა და 1000 მანეთს უდოვებდა. კალადანა მურდალო ვალი მოგართვა დაგვიანებისათვის ბოდის გიხდით. იმპულს რას უშვები? კაპიკი არ მომიგლია, ვინახავ? 12000 მანეთი. 12000 მანეთი ძალიან დიდი ფულია. რა უნდა ვქნა? უნდა დახარჯო. მაგას არ გეკითხებით. საერთოდ რა ვქნა? აკი გითხარი, ძალიან ძნელი საქმე მოქსვლია. სატანა შეყვარებოდი ისასჯობდა. ეგ მომკითხე. ხოდა გეკითხებით. მე რას მეკითხები? ბარდივით გოგო ხარ. ვიდრე ცოცხალია ისე დაგაჭკნობს, სხვა კაცი შენ სურნელს ვერ გაიგებს.
მას ქვეყნად სამართალი არ არსებობს? არც მილიცია, არც მთავრობა, არც ხალხი, არც ციხე? ციხე მაგათი სახლია. დანარჩენი კი მაგათთვის არ არსებობს. ეგ არის შენი ბოლო სიტყვა. ეგ არის. მას საშველი არ არის? არა. ვიდრე თვითონ არ დაგანებებს თავს. ეგ როდის მოხდება? ვინ იცის? სხვა საშველი არ არის? არის. რა? უნდა მოკვდეს. ვინ? ერთ-ერთი თქვენგანი. რომ დავაჭერინო? იშავებს რამეს? არა, ჯერ არაფერს. აბა თუ არაფერს არ გიშავებს. შედალოცვილო. სიყვარულისათვის რომ ხალხს იჭერდნენ, მთელი დუნია ციხეში იქნებოდა. შემახვედრე მაინც. თვითონ მოვა. ვიდრე მოვა, ჯერ მე თვითონ უნდა ვნახო. მაშინ ნახალ უკვე კოლასთან მიდი. ის გასწავლის, როგორ მოიქცა. მურტალო? დიახ. აბა რას ბრძანებთ ქალბატონო? მურტალო ძალიან კეთილშობილი და პროგრესული ახალგაზრდა. მაგას არ გეკითხებით ბატონო კოლა, სად შეიძლება ვნახო? აბა მე რა ვიცი ქალბატონო. მაგისი მისამართი საბჭოთა კავშირია. შუდავით. რა წანდაგდეთ ქალბატონო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მოგძანდით ღია. გამარჯობათ. გამარჯობათ. შეიძლება ქალბატონო ანიკო. მოგძანდით. რაზე შეწუხებულ ხართ ბატონო გუგარაჩა? ან ეს ბამბუკი რას ნიშნავს? ახლა მოგახსენებთ ქალბატონო ანიკო. ეს საქართველოს ССР სამართლის კოდექსი გახლავთ. ეს კი ჩვეულებრივი ანგესი. რა აქვს საერთო ჩემს ოჯახთან ან ერთს ან მეორეს? ანგესით ქალბატონო ანიკო მოგეხსენება თევსიჭერე. სისხლის სამართლის კოდექსით კი ადამიანებს. რა კარგმებით მელაპარაკებით? პირდაპირ მითხარით რა გნებავთ? ქმედობა ჩადენილი ფეთქებადიან მომწამლელი, ვიმეორებ მომწამლელი ნივთიერებების გამოყენებით, ან საყოველთაო საშიში, ვიმეორებ საშიში საშუალებებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3, ვიმეორებ 3 წლამდე. მთელი მოპოვებულისა და საფარი იარაღის კონფისკაციით. რა ვქნა ახლა მე? თევზის კონფისკაციას ვეღარ მოვასწრებ, იმიტომ რომ ზეთიან ტუჩებს გატყობ შეჭმულიკებს. ნიგზის შეფები კი სახეზე ჭოფლებივი გაყრია. ბატონო გუგარაჩა. იმედია ამ თევზის კონფისკაციის შემდეგ სახლს დაავეჯს არ აგვიწერთ. რაც შეეხება ნიგოს დარჩეულს მოგართმევთ. მართალი გითხრათ არ მეგონა საბჭოთა კავშირში ლიფსიტების ჭერა თუ აკრძალული იყო. როგორ გეკადრებათ ქალბატონო ანიკო? თევზის ჭერა აკრძალულია მხოლოდ ფეთქებადი და მომწამლელი ნივთიერებებით. ანკესით კი რამდენიც გნებავთ? თქვენ რითი დაიჭირეთ? დანაყული ნიგზის ნაჭით ქალბატონო ანიკო. მართალია, რასაც ბატონი გუგარაჩა ამბობს. ხშსაცაკელო. მომწყდი თავიდან. იქ არ ვიყავი? ქიყავი? დიახ. მერე იქ თუ იყავი შედალოცვილო, რაღა აქ მოდიხარ და მიკითხავ ამ სახარებას. მაპატიეთ ქალბატონო ანიკო.
გამოჩნდი. მოხვედი. გილოცავ დაბადების დღეს საქართველოს დიასახლისო. ყოველაც მინდა ღვთისმშობელი მარიამი იყო შენი მფარველი. როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში? როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში? კარები ღია დარჩენია. მაშ დაკეტილი რატომ დამხვდა? არ ვიცი ღმერთმანი. მე მოვედი, თქვი სიმსიმ გაიღე და კარებიც გაიღო. მაშ ეხლაც იგივე თქვი და წადი. რა გინდა ჩემგან? არაფერი? არაფერი? კაც რომლის სახელი და გვარი არ ვიცი. არ ვიცი მისი პროფესია. არ ვიცი ასავალ-დასავალი. კაც რომელიც ყოველთვე ვიღაცის ხელით 1000 მანეთს მიგზავნის. კაც რომელმაც ჩავმაცილა უბანში ყველა ვაჟი. და საიჭვო გახადა ჩემი პატიოსნება და ქალობა არაფერი არ უნდა ჩემგან. თქვი ვინახარ და რა გინდა ჩემგან? მე შენთვის არაფერი არ მithხოვი. მე მით უმეტეს. აიღე და წადი. ვარდები დამებრუნე თუ შეგიძლია. როგორ? როგორც გინდა. ხოლმე დაგიბრუნებ. იცოდე, 365 კალათი უნდა იყოს. ყველა წითელი, დარჩეული, არც ერთი თეთრი. მე შენთვის ვარდები არ მithხოვია. ვარდები დაჭკნა, მოკვდა. ფული აქ არის, ხელი არ მიხლი, აიღე და წადი. ეს ფული მკვდარია. ქაღალდისაა. ვარდები კი ცოცხალი იყო. მე შენი ქარაგმები არ მესმის, აიღე ფული და წადი. ერთი ჭიქაღვი მუდალი დამლოცე და წავალ. შენზე ამბობენ კვლელი, ქურდი და არამზადა ხარ. ამბობენ. ხარ თუ არა? მე თავისუფალი კაცი ვარ. ვაკეთებ რაც მინდა, როგორც მინდა და როდესაც მინდა. რამდენი წლისა ხარ? 30-ის? რატომ ეშინია შენი ყველას? ალბათ იმიტომ რომ მე არ მეშინია არავის. იმ ღამეს სეიფი რომ არ გამეხსნა. რას მიზანდი? მოკლავდი. ახლა? ახლა რომ გამოგდო თავს მოვიკლავ. მე? შენ ვეხარ. სწორი. მაშინებ. არა შენზე სპიცა. სწორი. თუ გინდა შენ მომკალი. იცი რომ კვლელი არა ვარ და იმიტომ ხარ დიდგულზე. გეშინია. არაფერს გეტყვია. ჩემი მოკლისათვის შეიძლება ორდენიც კი მოგცე. დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. პირიქით. რასაც გეუბნები სულ პირიქითა. ეხლა ვიადექი და წადი ჩემი სახლიდან. გეყოფა ეგ მასხარაობა. სიცოცხლეს უფრო ადვილად დავტოვებ ვიდრე შენ. ვიკივლებ.
ვიკივლები და მეზობლები შემოცივდებიან. რამდენი მეზობელი ყავს? 20. ხო და 20 მკვდარს გაიტანენ აქედან. ბევრი კაცი ყავს მოკლული? ყველა კაცი თვითონ იკლავს თავს. მე შენი ქურდული ფილოსოფია არ მაინტერესებს, ეხლა ვიადიქი და გაეთრიე ჩემი სახლიდან. ტყუილად ვცდილობ ინგა ჩემ გაგდებას. მე შენი თავი ყომარში კი არ მომიგია, ღმერთმა მაჩუქა. ხვალვე განაცხადებ მილიციაში. როგორ შემეშინდა? მართლა არაფრის არ გეშინია ამ ქვეყანაზე? ერთი რამის მეშინოდა. მეშინოდა იმისი, რომ უსიყვარულოდ წავიდოდი ამ ქვეყნიდან. ახლა ამისიც აღარ მეშინია. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის ამ ქვეყანაზე და რაღა მნიშვნელობა აქვს, როდის მოვკვდები. გამიშვი. სალახან აღარ შენ და არამზადა. ეხლავე გამიშვი. წადი ჩემი სახლიდან, სახელს ნუ მიტეხ, აქ ჩემს გარდა სხვები ცხოვრობენ. გამიშვი. ხალხი ბრბოა. ხვალ მოვა. შენი ფეხის ნაბან წყალს დალევს და მაგდალინელივი წმინდანად გამოგიცხად. აუ ბიჭო, კუკარაჩამ რო გაგვიგოს ახლა რას გვიზავს? მოკლავს ბიჭო. საიდან გაიგებს ერთი? მიდი, მოყევი, როგორ მიიღო კუკარაჩამ ორდენი? მიდი რა მოყევი რა. ტანსაცინააღმდეგო ხელში ჩავარდნა თურმე კუკარაჩა. დიდხანს უბუქსავია. ვერ ჩვენებისთვის მოუწვდენია ხმა და ვერც ამოსურა. დაზინებია მე დაღლის თურმე და ხედავს რომ შუაღამისას ხედავს რომ მე ჩაუბად ფინელებს კუკარაჩას ტანკი ტროსებით და გატრნულა კუკარაჩა თავი მოუტარუნებია რის ვაივაგლახით ამოუყვანია ფინელებს კუკარაჩას ტანკი თხრილიდან და ჩოჩიალი წაუთრევია თავიანთ პოზიციისკენ და დაუქოქია თურმე თავის ტანკი ჩაუქია მესამე სიჩქარეში. მიუცია მაგარი გასი შემობრუნებულა ჩვენ პოზიციისკენ ვიდრე ფინელები ასე მოუდენენ. სხრიგი მოუთოვია ის ჩვენ. მე ფინელებს რა მოუვიდა? მართლა ფინელებს ახლა მოუსწრია თავის ტანკებიდან ამოზრომა და გაქცევა, მაგრამ რას თავარია ის ორი ტანკი მიუთრევიათ, მაგრამ ამაზე ვოროშილოვისგან თურმე წითელი ორდენი მიუღია. და ვოროშილო შუტკია მალადეც კუკარაჩა ძალიან კაი ბიჭი ხარო. ქართული საიდან იციო კლემენტე ფედრიზეო გადარეულა თურმე კუკარაჩა და ვოროშილოს უპასუხნია. იოსებ ვესარიონიშმა მასწავლა. ნახერად, ძალიან გადავიდეთ მეორე მართლა მისცა ვოროშილოვმა ორდენი? აბარა ნახე ბიჭო კლასი ჩა. ბიჭო არ დაიწყო. ბიჭო, სივი ახალი. მომყევით ვიტებო. ბიჭებო მოდი და გვიშველე კუკარაჩა. გაგიშო შემამაზალო ვერ ხედავ სულ არ იქით თვითონ მიშველი აქ. ფონი აქეთ. აბა გავედი. შკარა. აქეთ. გაიგე ახლა თუ შურაშვილი ვარ თუ ჩიბურდანიც. რომელმა თქვი პირველად მტკვარზე წავიდეთო. გამოდი.
რას მირტყავ რა შენი გაზრდილი კი არა ვარ. ჯერ არა, მაგრამ მალე გახდები. ვერი აღარ ყოფილით საბანაოდ არა? დღეს პარი მოგინდათ? ხვალ შავი ზღვა, ზეგ გარდანელი, მაზეგ ბოსფორი, მერე ხმელთაშუა ზღვა, მერე აქ ემსრუტეს. გიბრალტარი. გიბრალტარიო, მერე ატლანტის ოკეანეო? სუეცის არხიდან შეიძლება ინდოეთის ოკეანეში გასვლა. მეწამული ზღვის გავლით. ხმა გაიკვინდა შემეხუთე კლასში ჩარჩენილო მაგელანი. ბიჭო, გაჭყლეტილი ბაყაყივით რომ გადმოგცვენიე თვალები. სურვა თუ არ იცოდი, რას მისდევდი ამ ბიჭებს? კარგი, მე დავიხჩობოდი და ჯანდაბას ჩემი თავი, მაგრამ შენ რომ დაგვრჩალიყავი? შენი საცოდო იმშობლებისათვის რა გვეთქვა, ან მე ან ამ ბიჭებს? მოუსწრაფ აქედან. ამ წყალქვეშანოს მე მიტოვებთ? ახლავე წაიყვანე და მის მშობლებს შეაბარეთ, რე ჩემით არ დამიხჩვია. მომწყდის თავიდან. შესწადი. ბიჭებო! არაფერი გეწყინოთ, ხომ იცით სამსახურია. თან ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. უბანში არ მოყვეთ კუკარაჩამ ცურვა არ იცისო. ინგა ხელშეუხებელი დედოფალი გახდა უბანში. ყველგან და ყველაფერში გრძნობდა იგი მურტალოს უჩინარ და ძლიერ ხელს. რაო დავით, რაზე მეძახდი? ბიჭო, რით ვერ ისწავლია? რაზე მეძახდი კი არა, ამ ხანაგო მაიორო თქვენის ბრძანების თანახმად უმცროსი ლეიტენანტი თუშურაშვილი გამოცხადდა თქო. გაიგე? სად მიდიხარ? ნება მომეცით ამ ხანაგო მაიორო? ეს პატაკი ახლა ბებიაშენ აღათის მოახსენე. რა გინდა კაცო, სოვითასო ბატონოს და გენერალოს გეძახიდე, ერთიაზეც მაკასთან კაცურად აღარ დამალაპარაკე? სამსახურმაც მაგაცობა არ იცის. მაგაცობა სახლში, ქუჩაში და რესტორანში. ისედაც აავს ეს კომისარიატის საჩივრებით. საბაშვილმა მილიცია ძმაგაცებით აავსო. აჰა, მოსიე. აღარ ვეწე. ოჰო. როდის აკეთ? გუშინ საკეთ. ჩავრდელი გიდა მოკვდე, ხო? მაინც ვინ გიჩივის? ყველა ოხერი და მამაძაღლი ვისაც არა ეზარება. კაცო, იმ შენ მომჩივანებს გადაეცი, თქვევი რიშულებო, მა მილიციაში უცხოსა და მტერს ხომ არ მოიყვან, თანაც იარაღსაც ხომ არ მივცემ თქო. ნეტა ისე, ჭკუ არ გაწუხებს და დარდი. აი, ქობულეთის აღმართის მცხოვრებლების კოლექტიური განცხადება. წადი ერთი და შეამოწმე. მანის გოგო დაიბარე და მოელაპარაკე. განცხადება. მოგახსენებთ, რომ ჩვენ სეზონში ცხოვრობს და აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა პაპიროსსაც. ინგა ლალიაშვილი. ღამის 2 და ხანდახან 4 საათზე მისი ოთახიდან ისმის ჭიქების ჭახაჭუხი, უწმაწური სიტყვები და სიმღერები. მას ინტიმური კავშირი აქვს მრავალგზის ნასამართლებ ვინმე მურტალოსთან. ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია. ო,
რცხვენია, მაგრამ საქმის საჭიროების გამო ვასახელებთ იმ უწმაწურ სიტყვებსა და სიმღერებს, რომლებიც გვესმის ამ გარყვნილების ბუდიდან. სიტყვები. რუში, კახპა, ნაბიჯვარი, ვირიშვილი. მოიცა, გეყოფა კაცო. გეყოფა. მან ბევრი ამეწერია. სიმღერები. პარახოდმა ბათუმისკენ გასწია სვოი ბიჭმა ჩემოდანი ასია, შევირიშულო სუდი არა დაგიშავეთ სუდი. კარგი, ერთი რა მოგივიდა. ეს გოგო ჩვენ შემჩნეული გვყავს იმ მურტალოსთან დადის. თუ პირიქით არ ვიცი როგორც არის. მურტალო კი შენც იცი ვინ არის, მაგრამ რო ვერ დავიჭირე საქმეზე, ვერ საიდან ვერ მიუდექი. ნება მომეცით ამხანაგო მაიორო წავიდე. წადი, შენც კაი მაიმუნი ხარ. უპროსო სახში არ არის, არა. ვა, სად არის? მე რა ვიცი, სად არის. ეგ ისეთი აჩაინი ვინმე ეგრე იოლად მილიციაში ვერ წაიყვან, ვერა, მაშ? ო. რა გაცინებს? თქვენ ინგა ხომ არ ბრძანდებით? დაუშვათ ინგა ვარ. დაუშვათ კი არა, ნამდვილად თუ ხართ. დიახ, ინგა ვარ, შენ ვინა ხარ? მე ის კუკარაჩა ვარ, სამჯერ რომ დაგიბარეთ მილიციაში. რა გნებას კუკარაჩა? მაგას მილიციაში გეტყვით, ჩემო ინგა. შენ ჩემ მილიციაში მიყვანა, ასე ადვილი გონია? ადვილი რომ გონებოდა, ამ აღმართს არ ამოვასწდებოდა, მაგრამ მაინც მეგეყვართ. ძალით თუ წამათრე არ ვიცი. თქვენ კი არა, ორი ტანკი მივათრიეთ ძალით ფინეთიდან შტაბში. მართლა? დიახ. როგორ? მაგას ხვალდილი 9 საათზე თუ მობრძანდები ჩემთან სამსახურში იქ მოგიყვებით. ჩემი ნამდვილი სახელი გოგი თუშურაშვილია. მართლა? მართლა. კუკარაჩა ჯობია. ჯობია და კუკარაჩა დამიძახეთ. იქნებ ჩემთან წამოსულიყავით და იქ გეთქვა თქვენი სათქმელი. დღეს დაღლილი იქნებით სამსახურიდან მობრძანდებით. თქვენთან სხვა დროს მოვა, ჯერ ჩემთან მობრძანდეთ. კეთილი. ქალიშვილო, იქ კარებში უწყება დახვდება, არ გეწყინოთ, არ ვიცოდი ქუჩაში თუ შემხდებოდი. რომ გამოიღებ, ნუ წაიკითხა, დახიე და გადავიდეთ. კარგით ბატონო. ნახვამდის. ნახვამდის. რა შვებით? თავს იგლავთ. ტვინსაც იხმობთ. ფილტვებს ილტობთ. ვინ გასწავლათ? ვინ დაგუპათ? თავის მოკლა თუ გინდათ მითხარი და აქ არა ვარ? რაღაცნაირი სიკვდილით იგლავთ თავს. აჰა. და ერთ წამში გათავდება ყველაფერი. რა ვქნა ახლა მე? დახოცო თუ თავი მოვიკლა? შენი.
რა მობუზული ზიხარ? მოხდა რამე? რატომ არ მეცადინეო? შენ გეკითხებიან, მოხდა რამე? გამარჯობა ქალბატონო ანიკო. გამარჯობა კუკარაჩა. შემოდი. სად მიდიხარ? დაჯექი. დაჯექ კუკარაჩა. მალთ. შენ ტყუილად არ მოხვიდოდი. რაშია საქმე? კვარი მოწამდა? ბანკი გატეხა. თუ კაცი მოგლა. ეს რა არის? ეს დიდი საბჭოთა ენციკლოპედია გახლავთ. Большая советская энциклопедия, том 8, страница 55. აჰა. შემიძლია წავიკითხოთ. კი ბატონო, მაგრამ რას მოიკალი თავი მაგისტრებით? ენციკლოპედიის მეტი რა გვაქვს სახლში? ეგ ვეღარ მოვიფიქრე. მარტო მე გინდა წამიკითხო თუ ამასაც? არა, უფრო მაგას, მაგრამ თქვენს თუ დაგვესწრებით, კარგი იქნება. კი ბატონო. აბაჰე. გაგვანათლე. Никотин. Алкалоид, содержащийся в листьях табака. По имени француза Жи Нико, который вез в 1560 году табак во Францию из Лиссабона. При курении табака никотин возгоняется, проникает с дымом в дыхательные пути и, всасываясь, оказывает на организм вредные действия. Никотин – один из самых ядовитых алкалоидов. Несколько капель никотина, сразу введенных человеку, могут вызвать смерть. Мере. რა მერე აქ ქალბატონო ანიკო პანაშვიდზე და ქელეხის ხარჯებზე არაფერი წერი. მაგას არ გეკითხები. შენ რა ქენი, შენ? ეს რომ ნახე. მე რა უნდა მექნავდე კიდე თქვენთან მოვედი. აჰა. მარტო იყო თუ ვინმესთან ერთად? იმათთან უკვე ვიყავი და ხელწერილების დავაწერინე. რა ხელწერილები? აი. მე დუდუ დობორჯგინიძე პიონერულ სიტყვას ვიძლევი რომ არამც თუ მოვწევ პაპიროს შემ სიცოცხლეში, არამედ არც კი გავიხედავ პაპიროსისაკენ. დედას პიცა ვარ, მამას პიცა ვარ და ყველას პიცა ვარ. დუდუ დობორჯგინიძე. გასაგებია. ესე იგი ერთი ხელწერილი გაგლია ჩვენგან. და ბრძოლაც ნიკოტინის წინააღმდეგ დამთავრებულია. როგორ გაბედეშე საცაგელო? რა შვებით ქალბატონო ანიკო? თავი დამანებე. მე ვიცი რასაც ვაკეთებ. როგორ გეგადრებათ ქალბატონო ანიკო? ცემა რომ საქმე შველოდეს, იქ არ მყავდა? ვინ დამღუპა? თქვენ ქალბატონო ანიკო. დადგენილია რომ ყველაზე ხშირად პაპიროს იმ ოჯახის ბავშვები ეჩვევიან, რომელთა მშობლებიც ეწევიან პაპიროსს. ესე იგი შენ ჩემს გამოსასწორებლად ხარ აქ მოსული. ხელწერილიც ხომ არ მოგართვა, რომ მე ანა ივანის ასული ბახტაძე ვიძლევი პიონერულ სიტყვას? ისე მელაპარაკებით, ქალბატონო ანიკო, თითქოს მე ვიყო ამ ენციკლოპედიის დამწერი და თამბაქოს შემოთესლებელი. ჯაშუში ხარ შენ, კუკარაჩა. ნამდვილი შპიონი. მაბეზღარა და მეზიზღები. მეზიზღები. ჭირივით მეზიზღები. ბორჩალოს ფილიპე მახარაძის სახელობის კოლმეურნეობას ხილბოსტნეულის ფარდული ჩვენს ქუჩაზე ედგა. შიგ აზერბაიჯანელი ალი და მისი თანაშემწე მარატიკა მუშაობდნენ. დილიდან საღამომდე ვიდექი და მივშტერებოდი იმ ჩემი ცოდვით სავსე ალის შავტარიან ოსმალურ ბებუts, რომლითაც იგი საზამთროზე რაზრეზს აკეთებდა. არ არსებობდა ჩემთვის დედამიწაზე ნივთი უფრო სანატრელი და უფრო ლამაზი, ვიდრე ეს შავტარიანი ბებუთი. ეს იყო ჩემი ნატვისა და ოცნების დასაწყისიცა და დასასრულიც.
ამას გამარჯობა. როგორ ახლა? სად არიან შენი ძმა ბიჭები? ზოგი ქობულეთში, ზოგი კი აგარაკზე. შენ აქ რას აკეთებ? მამას ველოდებ. ხვალზე ეგ ჩამოვა და მე და დედას ქობულეთში წაგუყვანს. მაგას არ იკითხები. აქ რას აკეთებ? სადღეისოდ რა გაქვს დაგეგმილი მეტი? დღეისთვის? ჯერ არაფერი. არ შევიგდეთ? მოდი გინდა რამე ვითამაშოთ. რა ვითამაშოთ? დანობანა ხომ არ გვითამაში? რა? დანობანა. რა გინდა კუკარაჩა, რა გრასმერჩი, ჩემგან რა გინდა ვა? რა გინდა? არაფერი ბიჭო, კარგის მეტი რა უნდა მინდოდეს. მეგობრობა მინდა შენთან მეტი არაფერი. წამო ვითამაშოთ. ოღონდ ეგ ბებუთი მომაწოდე. რომელი ბებუთი? აი ეს ღობის ძირას რომ არხია. შენ ჯერია, მიდი ეს როლი. შენა ყოფილ ხარ რა? ოპეს ვესროლე. მიდი. კუგარაჩა. უიმე ღმერთო კი მომკალი. რატომ არ დამევსება თვალები? იმის მაგივრად თქვას სასწავლიდეს დგახა რამოდენა ვირი და დანისფიარ სასწავლით იდისტოლა ბავშვს. ვაი, მე ხიკი დავაყარე შენსა და შენს მილიციაში. შენ მართა კუკარაჩა. შენ ჯოჯოხეთის მაშხალა. არ ცხენია კუკარაჩა. რა უნდა ისწავლო შენგან ბავშვმა, ა? ო, კარგი, დედა მართა, რეები ამოდის პირიდან. შენ სოცხლის შაქარი არ გიჭამია? არ ცხენია ბიჭო. ვაი, შენ რა გითხრა შენ? ეხლა მე და შენ წავიდე და ეგ ბებუთი ალის მიუტანოთ. მე ვერ წამოვა, მცხენია. მგეშინია წამოდი და ალის მე დაველაპარაკები. შენი ქორა ქოფოიოღლი, შენი დედაატირო შემამაზაღლო დანა ვიზაიღო. ვიზაიღო დანა მოდი აქ შემამაზაღლო. მოდი უნდა მოკლა და დანა. ვიზაიღო დანა მითხარი და გახსოვ. აი საზამთრო თავში დაგარტყა. ალი, მომისინე. მოხეთეთ ხარა მოხეთეთ. გარაჩა, შენი ჯირიმე მიშელე. ეს ლევითის რაც აგებანა, გარაჩა, შენი ჯირიმე მიშელე. დილადიან დანის დაკარგვა იქნება. აი ხლა მე საზამთრო ნარაზდეს როგორ გავჭრა. მოდი. მოდი საზამთრო უნდა დაგმარხო. შენი დედაატიროს მოდი აქ. დაანებე თავი. ჩემდანა? შესაინა ჩემდანა კუკარაშა. ვაი მილიცია კი არა, ბაჟაღლო ოღროხარ გენაცვალე კუკარაშა. დიდი მადლობა. ეს მეფერები ამან მაპონინ. ამან? თამაზი. აი მითხარი ვინ მოიპარა? აი ბებუდიც უყურები დააჭროს, მითხარი ვინ მოიპარა? მე არაფერი კუკარაჩამ წაართვა. ოხ მაგის დედაატიროს. შენ წამოჩემთან საზამთრო უნდა მოგცე. მოდი აქ, ა? აი ესა, გამომართვი? ეხლაც ესა. აჰა, გენაცვალე გამომართვი. რა უნდა უთხრა ძიეს? ძიალი, ორი საზამთრო, რა თვინდა, ერთი ნესვი მომეცი. შევიღას ახარ დიდი ყურმორსახო ვინმე ხარ. ხო იცი შენა? ახე, ერთი ნესვიო. აჰა, გენაცვალე. მაიმუნო შენა. ციგანო შენა. ეს რო დედას მიუტანო მომკლავს. მგეშინია წამოდი. კუკარაჩა, თუ ყველაფერი ეს ჩემმა შვილმა მოიპარა, აქვე მოვიკლავ თავს. არა, რას დანეთ, ქალბატონო ანიკო, ეს ალი მე მომართვა, მე კი თქვენ. რადგანაც ასეთი საჩუქრით მოხვედი კუკარაჩა, მაშინ სადილზეც უნდა გვეწვიო. არ მოგწამბოს ბიჭო ამ კიტრივით საზამთრო. რას იზამ კუკარაჩა? ნაჩუქარცხენს კვილი არ გაესინჯება. რა ვიცი ქალბატონო ანიკო, ალი შემოგვაპარა. ეგ არაფერი. ერთი ეს მითხარი კუკარაჩა. ოღონდ არ გეწყინოს. მადლობთ.
შენ მარტო ჩემს თამას დასდევ კუთხში და მარტო ჩვენთან მოდიხარ თუ ყველგან. არა ხალბატონო მე არც მარტო თქვენს თამას დავზევ და არც მარტო თქვენთან მოვდივარ. მეუბნის ინსპექტორი ვარ და ყველგან მიწევ სიარული. ერთი კია. თქვენთან რომ მოვდივარ, რაღაცნაირად სხვანაირად გრძნობ თავს. ხელავ როგორც გამოსცი, თუ რაღაც უბედურება მემართება. სხვაგან სულ ბატონო გოგის მეძახიან, მოგბრძანდით ბატონო გოგი, დაბრძანდით ბატონო გოგი, ჩვენი ბავშვების სულიერი მწყემსი ბატონი გოგი მოგბრძანდა. თქვენ რაღაცნაირად ხვდებით, მეჩხუბებით, მეკამათებით, შენობით მელაპარაკებით, კუკარაჩას მეძახით. აგი შენ თვითონ თხოვე კუკარაჩა დამიძახეო. საქმეც მაგაშია, განასხვავებს არ თხოვე. თუმცა წყილს ვამბობ, არავისთვისაც არ მეთხოვე. მოკლედ ხალბატონო ვერც ვამბობ და ვერც ვერასოდეს აგიხსნით ალბათ. თქვენთან რომ მოვდივარ, ასე მგონია. თითქოს ოდესღაც უკვე ვცხოვრობდი ამ სახლში. თამაზივით. მე უსაქციელობისთვის დამსაჯეს და გამაგდეს. ახლა ისევ დავბრუნდი საკუთარ სახლში. ცოტა მონანიებული. მაინც რა გევალება კუკარაჩა შენ მილიციაში? მე ყველაფერი მევალება ქურდებისა და ბანდიტების დევნა. ოჰოჰო, რაღაც არ გამიგია კუკარაჩამ ბანდიტი დაიჭირაო. კუკარაჩა შიშით რომელი ბანდიტი გაივლის ხალბატონო ვაგიში? კიდევ რა გევალება? კიდევ მოზარდის იდეური აღზრდა, ის რომ სწორად წარმართო მოზარდის სულიერი ცხოვრება. რა იცი ბიჭო შენ რა არის სულიერი ცხოვრება? სულიერი აღზრდა. ან სული საერთოდ. როგორ არ ვიცი ხალბატონო სულია. სულიერი აღზრდა კი კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა. კიდევ ყველაფერი ამის სიყვარული და საერთოდ სიყვარული. გაგვაწამა ამ შუქმა აგერ მესამე დღეა. ჩემო კუკარაჩა. თანამდულებით არავინ იცის რა არის სული. სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და უცნება მგონია. რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება. თავისუფლებისაგენ მარადიulis სწრაფვა და ლტოლვა ახასიათებს. მერე ჩვენ ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვანთავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან. უფრო ხშირად კი იგი თვითონ ინთავისუფლებს თავს. და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ლიტერატურაში. ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია, ზოგი დიდია, ზოგი პატარა. ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის. კარგია კუკარაჩა თუ ყველაფერი ეგ შენ გაბარია მილიციაში. სადაც ეკითხეთ ასეთი რომ ხალბატონო არ ვიცი. არ მახსოვს. მე მგონი არსად უბრალოდ ასე ვფიქრობ. სიყვარული ცლუში შედის ხალბატონო ალბათ. ყოველ შემთხვევაში თუ
თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისათვის. სიყვარულის ნიჭია. ცოდუა ის კაცი, რომელიც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. მე ბავშვები მიყვარს ძალიან. ბედნიერი კაცი ხარ. თქვენ? მე დედა ვარ და ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ძალიან ძნელი კი აქ ალბათ უნმანი. აი თქვენ რომ წანეთ კუჩი დაძდევ ჩემ თამას. ასე მეხდება ხშირად ბავშვების ჯაშუშივით კუჩიდევნა, რამე არ დააშავონ, არ იჩხუბონ, არ მოიბარონ. ასეთ ბავშვებს შეიძლება ვეზიზღები კიდევაც. მაგრამ რა ვქნა? ყველაფერს მათი სიყვარულით ვაკეთებ. ჩემო გუგარაჩა. სხვისი კი არა საკუთარი შვილის აღზრდა უჭირს კაცს. მე ინგა ამირანის ასული ლალიაშვილი დავიბადე 1920 წელს 19 აპრილს ქალაქ თბილისში. მამა ამირან დავითის ძე ლალიაშვილი გარდამეცვალა 1926 წელს გულის მანქით. დედა ანასტასია სანდროს ასული ხმალაძე ლალიაშვილისა გარდამეცვალა 1927 წელს ტუბერკულოზით. ამის შემდეგ ვიზრდებოდი ზემო ავჭალის უპატრონო ბავშვთა სახლში. აქვე დაამთავრე 7 წლები. 1936 წელს წარჩინები დავამთავრე საპროვიზორო სასწავლებელი. ვარ უპარტიო, გაუთხოვარი. მუშაობ 121 აფთიაქში წამლების განცემით. ამჟამად ცხოვრობ ქალაქ თბილისში ქობულეთის აღმართი ნომერი 117. ინგა ლალიაშვილი. 1940 წელი, 27 სექტემბერი, ქალაქი თბილისი. გამარჯობა გუგარაჩა. გამარჯობა ინგა. მართალი გითხრათ აღარ გელოდით. რაგაცინებთ? ის მაცინებს რომ უკვე 9 საათის მოსული ვარ. მე რატომ არ შემოდით? ქალებს ასეთი წესი გვაქვს. პაემანზე ადრე მივალთ ხოლმე და დავიმალებით. მერე ვარს მოთმინების ზაფირობ გაუწდება, უცებ გამოვჩდებით ხოლმე და მეც გამოვჩდი. ეგ ყველაფერი სწორი და ლამაზია, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება. რაზე მიბარებდი? საიდან დავიწყო? ორი ტანგიდან თუ? შენი ორი ტანგის ამბავი მთელმა თბილისმა იცის, საქმიდან დაიწყე. მაგის დახევა არ შეიძლება. უკაცრავად. ქალამიშვილის დაწერილია. ჯერ ერთი ამ განცხადებას ძალიან ბევრი ხალხი აწერს ხალხს. მეორე, რატომ გონია რომ იგი მარტო ქალამიშვილის მიერ არის დაწერილი? ქალამიშვილი დაბერდა ძველი კახპაა და შურს ახლა ჩემი. შენ რა გაქვს შესაშური ერთი ქურდი ნაძირალ და ყომარბაზი ყვარობს. იმ კაცს როგორიც არ უნდა იყოს ვუყვარვარ. ქალამიშვილი კი მარტოა. არც მტერი ყავს და არც მოყვარე. მარტოა უდესღაც ულამაზეს ქალი და ამიტომაც შურს ჩემი. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. იმიტომ რომ მამაკაცი ხარ გოგარაჩა. რაც მაგ განცხადებაში ცუდი სიტყვები და სიმღერებია ნახსენები სულ მაგის ბინდანა მაგაგონილი. ეგ მაგის ბინაში იკრიბებოდა ქურდები და ყომარბაზები. მუტელო შემთან არავინ არ მოუყვანია. არც მთრალი მოსულა ოდესმე, იმიტომ რომ ვუყვარვარ და არ მკადრებს ამას. როდის არის ხოლმე სახლში? იგი არასოდეს არ იბარებს, როდის მოვა. ყაჩაღივით არა? მუტელოზე ვერავინ იტყვის თბილისში რამე მომპარა ან წამართვაო. ვიცი. ჩვენს კარტოტეკაში წერია შენს ანგელოზე. რომ იგი ძალიან საშიში რეციდივისტია, საქართველოში არ ქურდებს. არის 4-ჯერ ნასამართლევი, აქედან 2-ჯერ მკვლელობისათვის დარდახრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასავით ნაძირალები დახოცა. აი ვინ არის შენი საყვარელი? მიმიფურთხებია თქვენი კარტოტეკისთვის. შენ შეგიძლია ქალს ყოველდღე ერთი კალათა წითელი ვარდი მიართვა. რატომაც არა?
ჩვენს უმასულაც ვარდისუბანი არ აქვია? ზამთარში? ზამთარში ცოტა გამიჭირდება. შენ შეგიძლია ყოველთვე 1000 მანეთი მიუტანო ქალს. 1000 მანეთს როგორ მიუტა, როცა ხელფასი 800 მანეთი მაქვს? არ შეგიძლია, მურტალოს კი შეუძლია. შენ შეგიძლია ყოველი ახალი წელი და დაბადების დღე მიულოცო ქალს, სადაც არ უნდა იყოს და რა დროც არ უნდა იყოს. არ შეგიძლია, მურტალოს კი შეუძლია. რატომ? იმიტომ რომ მურტალოს არავისი არ ეშინია დედამიწის ზურგზე. არ ჩენი და არ ჩენი მილიციის, შენ კი გეშინია მურტალოსი. კუკარაჩის შემშინებელი კაცი ჯერ არ დაბადებულა. მართლა? მართლა. ეხლა რა გინდა, რაზე დამიბარე? არაფერი, ხელწერილი უნდა დამიდო, რომ განცხადებაში აღნიშნული ფაქტები არ განმეორდება. რაც არ ყოფილა, იმაზე ხელწერილი როგორ დაგიდო? მაშინ ის დაწერე, რომ განცხადებაში აღნიშნული ფაქტები ტყუილია და ცილისწამი. ინგა თუ არ გეწყინება ერთი რამე დაგითხრა. მართლა გიყვარს ის ბინძური კაცი თუ გეშინია მისი? შენ თუ იცი რას ნიშნავს სიყვარული? ვიცი. აბა მითხარი. ყველაზე დიდი ნიჭი რაც ღმერთმა ადამიანს უბუძა და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. ვინ გასწავლა შენი კუკარაჩი? ქალბატონმა ანიკო. ვინ არის ქალბატონი ანიკო? არის. და შენ განგიცდია ეგ ნიჭი? ჯერ არა. შენ? Народному комиссару внутренних дел Грузинской ССР. Прошу довести до сведения всех органов милиции республики. В ночь с 8 на 9 марта в городе Таганроге ограблен ювелирный магазин. Похищены драгоценности стоимостью 456 325 рублей 40 копеек. Установлено, один из скрывшихся участников грабежа – грузин по кличке Муртало. Фамилия неизвестна. Объявлен всесоюзный розыск. Особых примет не имеет. Начальник уголовного розыска Наркомата внутренних дел СССР. Абавичево. Урадღები და ფრთხილად იყავით. ის დღეს თუ ხვალ გამოჩნდება ქალაქში. არ გაინძრე მურტალო. მაგრად მოუჭირე მაგ ბოთლს და ცოტათი მაღლასია. შეგიძლია დაასხა.
შეიძლება დავჯდე. რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენ ხანს მოგიწევს დომა, რომ შენს ადგილზე მე ფეხზე დგომას ვირჩევდი. ხუმრობ. კარგია, როცა მილიციელი ხუმრობს. მე კუკარაჩა ვარ. გიცნობ, არ გინდა მურტალო. პაპიროსი მინდა. პაპიროსი შეიძლება. რატომ ფანჯრიდან არ შემოხვედი? იმიტომ რომ კარიდან არ გასულიყავი. საიდან იცი რომ კარები ღია იყო? მეთოდები დაგიწოლდა მურტალო. ახლა მაგას არავინ არ ჭამს. კარგად ისვრი ნაგანს. დანასაც 5-დან 2 სხრიანში ვასობ 3 საათიანში. ნაგანიდან 5 საათიანში 2 სხრიანში. მანძილი ხომ არ გაინტერესებს? რა გინდა კუკარაჩა, რაზე მოხვედი? ხომ იცი მე საქართველოში არ მუშაობ. ადგილობრივ ხელისუფლებას არ ვაწუხე. ტურისტარებისათვის როქს ნუ ამკიდებ. არ მეკადრება მე მურტალო სიარაღზე ჯდომა. არ გემუქრები, მაგრამ ხომ იცი, ციხეს 2 კარები აქვს. ერთი შესასვლელი, მეორე გამოსასვლელი. რისი სადგურზე დავლიოთ? მილიციის. გაუმარჯოს მილიციას. მაშ ტურისტარებისათვის ნუ გაგაფუჭება რა? ჩემამზემ კუკარაჩა, არ აღირს მურტალოს ტურის გულისთვის გაფუჭება. ქალბატონო ინგა. უკაცრავად კი ვარ, მაგრამ თუ შეიძლება მოიხსენით ეგ ბრილიანტის საყურეები, ბრილიანტის ბეჭედი და მაგიტაზე დააწყვეთ. კუკარაჩა ასე ძვირია ეგ დამპალი საქმე. ქალს თავი დაანებე და მაყოთ წაიღე. ტაგანროგის საიველი რომ მაღაზიიდან წამოღებული დანარჩენი ლიფტები სად გაქვს მურტალო? გამყიდე არა ნაბოზარო. როგორ ვერ მოასწარე? მართლა დამპალი ყოფილხარ მურტალო. შენი ნათლი არ შემცდარა. ეგრე ადვილად ვერ გამოხვალ ამ საქმიდან კუკარაჩა. შენი გადახსნილი ვენები და სისხლი თუ არ დავლია, მე მურტალო არ ვიყო. ჯერ ჩემი რიგია. კუკარაჩა. არ დამღუპო კუკარაჩა. არ წაიყვანოთ რომ მე რომელი ქურდი დამიჯერებს რომ მე არ გავყიდე და დავასმინე მილიციაში. არ დამღუპო კუკარაჩა. აი დაჩოქილი გემუდარები და ხელებს გიკოცნი. არ დამღუპო კუკარაჩა. არ დამღუპო კუკარაჩა. გაუშვი თუ ვაშკაცი ხარ თორემ იცოდე ერთ ღამეს ყალგამოღადროს ვნახავ ამ აღმართს. დაცნარდი ქალბა ამ ნადირალად გულისთვის როგორი მწკრივია? წადექი ახლა. არა კუკარაჩა. მე შენ ვეღარ მიშველი გაუშვი. გაუშვი თუ ვაშკაცი ხარ. დედას გაფიცებ კუკარაჩა. გაუშვი კუკარაჩა. რას მეუნები ქალო მე სახელმწიფო დავალებას ვასრულებ. შენ კი მთხოვის ყაჩაღი გაუშვა. თავს მოვიკლავ. თავს მოვიკლავ კუკარაჩა. წადი. წადი. ფანჯრიდან. ადექი. რა გიშველება ახლა შენ? რამე მეშველება?
შენ რა მურტალო შენი ვაკელი ლაწირაკები ხომ არ გეკონა? კაცზე საკავშირო ძებნაა გამოცხადებული. ეს კრეტინი შერლოკ ჰომსი მიდის და ოპერაციას მარტო ატარებს. მაინც რა დაარქვი ოპერაციას? ვაკელი კუკარაჩა თუ ინკა და კუკარაჩა? ტრიბუნალს გადაგცემ. როგორ გაბედეთ არ შემატყობინე. საიდან უნდა მწოდნო და დაბადების დღეზე მივედი ქალთან და შემთხვევით უცხო კაცი დამხვდა. რის უცხო, რა უცხო კაცი? შვაღამისას იმ კახმასთან რა გინდოდა? როცა მოვიცალე მაშინ მივედი. რა შენი მეგობარი და დეგდაშვილი ეგ იყო, ა? თუ გაგიშდი და სიყვარულობანას თამაში დამიწყე უბნის კახმასთან. ეგ ჩემი მოვალეობა. რაო? ჩემი მოვალეობა მორალური ზეგავლენა მოახდინო. გაჩერდი კუკარაჩა, თორემ არ ვიცი რას გისამ. შენ მილიციაში რა გინდოდა? ტვინი უკუღმა გიდევს თავში. შენ ერთი დიდი საბავშვო ბაღის გამგე უნდა ყოფილიყავი. კაც ვაკი გითხარი, შემთხვევით გადავეყარე და გამექცა მეთქი. ორი გასროლა რა იყო? ორი გასროლა. გამექცა და ავაცილე. 1 საათის შემდეგ? კაცი არ გაგცემია, ღმერთი არ გწამს. რაც გინდა დაარქვი. თხოვნა, მუდარა, განცხადება, ოღონდ ჩამიწერე, რომ მიდიხარ და მილიციაში მუშაობა აღარ გინდა. შენი თხოვნით მიდიხარ. მითხარი კუკარაჩა, რა ხდება, ა? შენ იცი დავით. მე არც განცხადების დაწერისა მეშინია და არც მილიციიდან წასვლისა. მე უფრო ერთი რამ აწუხებს. შენ არ დაკარგო და რაც მთავარია საკუთარი თავისადმი პატივისცემა არ დამეკარგოს. ამიტომ გთხოვ, ნუ გამაგდებ. ცოტა მადროვე. და მე თვითონ გამოვასწორებ ჩემ შეცდომას. მოვტები და გამოვასწორებ. გაბო, მოდი ერთი თუ კაცი ხარ. რას მიპირე? ცოტას გაგაგრილებ. რამდენი ხნით? ვიდრე ჭკუას არის სავლი. სამუდამო პატიმრობას მიში. ისე ვიდრე გაბო მოვიდოდეთ გეტყვი. პირადად მე ინგას ამ ქვეყნისაგან შემოbrunება უფრო დიდ საქმეს მემაჩნია, ვიდრე იმ შენი დამპალი მურტალოს დაჯერა. რაო? ესე იგი გაუშვი. თავიდან დაიწყე, გითხარი გამექცა მეთქი. გამარჯობა სამხანაგო მაიორო. გაგიმარჯოს. ახარი ამას იარაღი და კარცერში ჩასვი. კარცერში ჩასვი. კარცერი? დაკავებული ამხანაგო მაიორო. მიზიშიკ. რომელი აპო? თაცმიდელი ქურდი აპო. არავითარი აპო გაუშვი და ეს ჩასვი. აპოს რა უყო? რაც გინდა ის უყო გაუშვი. როგორ? რა დააშავა? პერაზე? მე მოფედესცემა. ზედმეტი უანგარიშა, მაგრამ ახლა ამისათვის გაუშვი. სა? შენ ყრუ ხო არა ხარ ამხანაგო კაპიტანო? გაუშვი აპო სახლში და იმის მაგივრად კარცერში ჩასვი გიორგი თუშურაშვილი. კუკარაჩა. გაიგე? არის სამხანაგო. და შევიჯი ასეთ. რა ვიცი. იმ დღიდან კუკარაჩას ცხოვრებაში რაღაც მოხდა. ზოგი ამბობდა კუკარაჩას ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდაო. ზოგი ამბობდა პირიქით წაღმა დატრიალდაო. ზოგი ამბობდა კუკარაჩაში ანგელოზი ჩასახლდაო. ზოგი ამბობდა პირიქით სატანა. ერთი სიტყვით ზემერიდან ვიდრე სასაფლაომდე და ვერიდან ვიდრე მთაწმინდამდე ხალხს სხვა სალაპარაკო და საჭორაო არ ჰქონდა. გუშინ კუკარაჩა აფთიაქში უნახავთ. რაღაც ქობულეთის აღმართზე მოუხშირა კუკარაჩამ სიარულს. ეს ინგა ისე ინაზება თითქოს მურტალოს საყვარელი მე ვიყავ. მალე ვნახავთ მაგათ ნაწლავებს ერთმანეთზე გადასკნელს მურტალოს ხელიდან. ძველებურად ვეღარაცვია ინგას, მაგრამ რაღაც ბედნიერ ღიმილიანი დადის. ეგ თავისას მაინც არ მოეშლის. ერთი კვირა კუკარაჩა დილის 6 საათზე მაგის სახლიდან გამოდის. ხელი ხომ არ მოაწევეს? ხელი არა. ასე იყო თუ ისე, ინგასა და კუკარაჩას სახელები შედუღავდა.
ედას გაფიცებ არ მოგვდე კუკარაჩა. ხო? ედას გაფიცებ კუკარაჩა. დავით. შენ ხომ იცი დავით? ეს ქარი ცოლია ჩემი. ცრევლივი წმინდა. ვიცი კუკარაჩა, ვიცი. ინგა. ვარდისფერი ნისლი მოვიდა და ვეღარ გხედა. მოუყევით სასამართლოს რა იცით არსებული საქმის შესახებ? კუკარაჩა შუა დღეზე მოვიდა სახლში. გიორგი არა? მე სადაც დამჭირდება კუკარაჩას ვიტყვი. თქვენ გიორგი იგულისხმეთ. კეთილი. ერთი ეს მიბრძანეთ, რატომ მაინც და მაინც თქვენთან მოვიდა კუკარაჩა? კუკარაჩა ქმარი იყო ჩემი. ბრალდებული რაღა იყო თქვენი? მურტალო? შალვა ფრიდონიძე ხიზანიშვილი. ასეთ კაცს მე არ ვიცნობ. იგი თქვენს ხელმარჯვნივ ზის ბრალდებულის სკამს. მაგარა კაც მურტალო ქვია. მაინც ვინ არის იგი თქვენი? იგი საყვარელი იყო ჩემი, ვიდრე კუკარაჩას გავიცნობდი. რამდენადაც სასამართლოსთვის ცნობილია, თქვენ არც თუშურაშვილთან ყოფილხართ რეგისტრირებული როგორც მეუღლე. კუკარაჩა ქმარი იყო ჩემი. ესე იგი თქვენ უპირატესობას მაინც კუკარაჩას ანიჭებთ. ბატონო მოსამართლე, თქვენ რა უფრო გაინტერესებთ? როგორ მოკლა ამ პირუტყმა კუკარაჩა თუ ჩემი არჩევანი? დაზარალებულის მკვლელობის მოტივი მოწმე ლალიაშვილო. კუკარაჩა დაზარალებული არ არის. კუკარაჩა მკვდარია. რისთვის მოხვედი მურტალო? ამას მე მეკითხები? მე და ინგას ერთმანეთი გიყვარს. მართლა? ძალიან გიყვართ? მურტალო, დადა იარაღი და წადი. მარტო ჩემი თუ შენიც? ორთავე. ორკილები თუ გაქვს თან მომეცი. ბარემ იმათაც დავიდებ და მილიციაში წამოყვები. შენ რომ ჭკუა გქონდეს ასეც მოიქცევი. კუკარაჩა გესური. ვერ მესრი მურტალო. შენ რომ მე მომკლა დაგხრედე. არა კუკარაჩა. ის სისხლის სამართლის კოდექსი შენ რომ გონია რომ მარტო შენიცი. მეც ალილუიასავით სულ გაზეპირებული მაქვს. მე დღეს შენ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლავ და ბევრი 5 ან 8 წელი მომცე. სულ ეგ ახარ, შენი ნაბოზარი სული მეტი არ აღირს. მეც მომკალე. გთხოვინე. არა გენაცვალე. შენთვის სიკვდილი ახლა ბაირამობა. ამისთვის კი წამება. შენ დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იცოცხლო ვიდრე არ დალპები. ახია ჩემზე. ახია. ჩვენ საქმეში შე რომ იაღლიში მოგივიდა ეგეთი იაღლიში არ მოდის. და იცი რატომ მოგივიდა ეგ იაღლიში? იმიტომ რომ პროფესიონალი არ ახარ. ჰარიფი ხარ და კახპამ დაგაბა. რატომ თქვა კუკარაჩამ ახია ჩემზეო და რა იაღლიზე ელაპარაკებოდა ბრალდებული? საქმე იმაშია ბატონო მოსამართლე, რომ ამ ერთი წლის წინათ კუკარაჩამ ეს მათხოვარი ჩემს სახლში დაიჭირა და ჩემი თხოვნით გაუშვა. როგორ? თქვენ არ იცნობდით კუკარაჩას, ბატონო მოსამართლე. არ იცნობდით კუკარაჩას. თუ გახსოვს კუკარაჩა მე გაგაფრთხილე. ჩემი ჯერიც მომამეთქი. და აჰა, დადგა. არ მომკვლა მურტალო.
მერე? მერე? მერე რა მოგივიდა დედიკო? დღეს ინგა დაკითხეს. რაო იმ საწოდა? 7 ტყვია ესროლა მურტალოს. როგორ? ამოიღო ნაგანი და ესროლა. 7 ტყვია სასამართლო დარბაზში? სასამართლო დარბაზში. 7 ტყვია. და შენ ყველაფერ ამას უყურებდი. მერე 7-ვე აცილო. 7-ვე? 7. წარმოუდგენელია. ეს ამბავი 1941 წლის 21 ივნისს მოხდა. მეორე დღეს ინგა და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა, რადგან 22-ში დილით ხალხმა თავზარდამცემი ამბავი გაიგო. ფაშისტური გერმანია თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ ერთხელ გაიხსენეს ინგა და კუკარაჩა, როდესაც 1953 წელს ფრონტიდან ინგას დაღუპვის ცნობა მოვიდა კომისარიატში. თუმცა არაერთხელ მეც გამახსენდა კუკარაჩა. ოღონდ კი არ გამახსენდა. მძიმე ავადმყოფობის დროს დამესიზმრა. გასაოცარი ის გახდა ამ სიზმარში, რომ კუკარაჩა კვლავ 22 წლისა იყო. მე 50-ს გადაცილებული. ის კი კვლავ მარიგებდა და ჭკუას მასწავლიდა.